მოკლედ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვას, რასაც მისმევენ ხოლმე მე, უშუალოდ უნივერსიტეტები, ეს არის როგორ შეგიძლიათ, ან თუ შეგიძლიათ საერთოდ რომ მოგვიზიდოთ სტუდენტები უცხოეთიდან. ამაზე პასუხი ჩვენგან არის მარტივი. და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კავშირები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის საუდის არაბეთი, ემირატები და თურქეთი. როგორ? ჩვენგან ისმის ესეთი შეკითხვა უკვე თქვენთან, რომ მზად ხართ თუ არა, რომ მოახდინოთ და გავრცელდეთ გლობალურად. კენგურუ მოგიტანთ ყველანაირ საშუალებას იმისთვის, რომ მიიღოთ პოტენციური სტუდენტები ისეთ ქვეყნებიდან, როგორიც არის UAE, თურქეთი და სხვა. შესაძლებლობა ყოველ წელს 1000-ობით სტუდენტი ეძებს ხელმისაწვდომ განათლებას უცხოეთში. 12000 მაჩვენებელია, როგორც ხედავთ, ქვეყნებიდან, როგორიც არის UAE და თურქეთი და აქედან 60% ეძებს ბაკალავრიატის ან სამაგისტრო პროგრამების არჩევანს, რომელიც არის full-time შესაძლებლობა თქვენ მიიღოთ ინგლისური სწავლების კურიკულუმში ახალი სტუდენტები. ჩვენ რასაც ვითხოვთ, ეს სინამდვილეში არ არის მოთხოვნა ჩვენგან, რადგან სტანდარტულად ყოველთვის იყო ესეთ მოთხოვნაზე 20% ყოველ სტუდენტზე, რომელიც იწყებს სწავლას თქვენთან, არანაირი წინასწარი თანხა და ეს შეიძლება იყოს ასევე long term collaboration, რომელიც გულისხმობს სამომავლოდ დიდ პარტნიორობას, რომელიც შეიძლება რომ განახორციელოთ თქვენ ჩვენთან. რატომ კენგურუ? იმიტომ რომ კენგურუ არის სანდო საქართველოში, რათა თქვენ მოახდინოთ გავრცელება თქვენი თავის გლობალურად. გექნებათ სერტიფიცირებული პარტნიორობა სხვადასხვა კაუნსელორთან, წარმომადგენელთან, ჰაისკულების და აგენტებთან უცხოეთთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აგენტებთან, რადგან ეს აგენტები არიან ისინი, ვინც ურჩევენ თვითონ, რომ თქვენ მოგეზიდოთ ეს სტუდენტები თქვენს უნივერსიტეტში. აქ არის ფილტრაცია და პროცესი, რომ მაქსიმალურად თქვენ მიიღოთ თქვენთვის სასურველი სტუდენტები და არ მოხდეს ზედმეტი პროცესების გაწევა, ან ისეთ სტუდენტებთან ინტერაქცია, რომელიც შეიძლება თქვენ არც გჭირდებათ. ანუ ეს ყველა იქნება პრეკვალიფიციური კანდიდატები, რომელიც პირდაპირ თქვენთან ბორდზე იქნება უნივერსიტეტში. რა გჭირდება თქვენთან? ეს არის თქვენგან საჭირო 4 პარამეტრი, რომელიც შეიძლება რომ გაითვალისწინოთ. ეს არის ბროშურა ინგლისურად, სტრუქტურა თქვენი სწავლების, თვითონ admission-ის ან თქვენთან სტუდენტის მიღების requirements, რაც გულისხმობს, რომ რა არის საჭირო სტუდენტისთვის, რომ სანამ თქვენთან მოვა ის ეტაპები გაიაროს, რა დასჭირდება და ერთი ადამიანი, რომელთაც ექნება კონტაქტი, შეიძლება თქვენ გქონდეთ რაღაცა საერთაშორისო წარმომადგენელი, რომელიც ამ სტუდენტებს ეხმიანება და აძლევს სხვადასხვა ინფოს. მოდით გავსაუბროთ, თუ მზად ხართ, რომ ეს გაავრცელოთ ყველაფერი საერთაშორისო მასშტაბით, მაშინ შეგიძლიათ ჩვენს გუნდთან დაჯავშნოთ ამ QR კოდით
ონლაინ შეხვედრა ან დაგვიკავშირდეთ იმეილით. რა თქმა უნდა, ეს არის იმ უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც მზად არიან, რომ გავრცელდნენ გლობალურად, რომ კენგურუ მოგიზიდოთ საერთაშორისო full-time სტუდენტები ემირატებიდან, თურქეთიდან და კიდევ მრავალი სხვა ქვეყნიდან. მოდით გავისაუბროთ და ავავსოთ თქვენი უნივერსიტეტი სხვადასხვა გლობალური ტვინით საერთაშორისო მასშტაბით. შეგიძლიათ დაჯავშნოთ ჩვენთან 15 წუთიანი შეხვედრა. საერთაშორისო ენროლმენტები მიღებები decline როგორც ხედავთ არის 12% დასავლეთის ქვეყნებში. და როგორც ხედავთ არაადეკვატურია ხოლმე ფანდინგი დაფინანსება ადგილობრივი, იქაური ადგილობრივი დაფინანსებლებისგან. უნივერსიტეტებსაც ასევე სჭირდებათ სხვადასხვა ბაზა, არის მოთხოვნა უფრო ინგლისურად სასაუბრო, ინგლისურენოვან სწავლებულ საგნებს. და რა თქმა უნდა, affordable პროგრამებზე საერთაშორისო მასშტაბით 2025-ში, როგორც ხედავთ, სტუდენტები 64% ირჩევს ევროპის და ამერიკის გარე ქვეყნებს. როგორც ხედავთ, უფრო არის აზია, თურქეთი, ეძებს სტუდენტებს საერთაშორისო მასშტაბით. და ეს ქვეყნები, როგორც არის კიდევ ერთხელ ახსენე, თურქეთი და ემირატები, უშვებს სტუდენტებს უცხოეთში. სტუდენტები ეძებენ განათლებას და ასევე დაბალ ფინანსებს, ხო? სასწავლებლად. სწრაფი მზარდი ლოკაციებია. როგორც ხედავთ, აღმოსავლეთი ევროპა და კავკასია. უფრო ჭკვიანური გზა, რომ გაიზარდოს თქვენი უნივერსიტეტი, ხვალისთვის არის, რომ მოხდეს დივერსიფიკაცია სტუდენტების ბაზის, გაკეთდეს უფრო მეტი საერთაშორისო პარტნიორობა და შეთავაზება იყოს უფრო ხარისხიანი, რომ მოხდეს უფრო მეტი სტუდენტის მოზიდვა თქვენი უნივერსიტეტებისთვის. და როგორც ყოველთვის კენგურუ გულშემატკივრობთ, გიყურებთ შორიდან.